განმავლობაში და განაცხადში. ნუ ამ ტურის შეხვედრაზე ვთქვით, მატჩზე რომელიც ამ შეხვედრის დაწყებამდე დასრულდა, პარალელურად ახლა მართება კეჭისყრა და გავიგეთ როგორც გოლის დილას გუნდებს შეუძლიათ 2-3 მოგებით ვითარება მნიშვნელოვნად გამოიწვიოს და ასეთი არაერთი არ ჩაწოდებისთვის, არც რაიმე თუნდაც მარტივი კომბინაციის გათამაშებისთვის 2-3 პასი კეთდება მოკლე და მე ისევ უკან მოედის ცენტრისკენ. ვარათებია ცოტა, გოლები ცოტა. მხოლოდ ერთი ჯერჯერობით. მარჯვენა ფრთაზე გადატანილი გურთი და თავისუფლად შეიძლება პასი მოაწყო, მაგრამ არ გავიდა ეს გადაცემა. ასკურავა წინაკეთებს პას, გიორგიცეც ხვალზე გუნდი შეიძლება გიჭყოს შეეძლო. გაიყვანა გუნდი ფინალში, მანას ვერ გაიტანა, მერე გიგაბრიქაძემ გაიტანა და აქ იცი ჩამბა მააცლა პენალტი და კიდევ ერთი ჯარი. ასკურავა. კარგი გადაცემა პონიავაზე. ვთქვით რომ ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მხოლოდ ერთი ლეგიონერია სპაირის შემადგენლობაში დღეს განაცხადება, მაგრამ ჯერჯერობით ეს მომენტები არ არის გამართლებული, ნელ-ნელა დაკმაყოფილების პროგრესი ჩანს ბუნებრივია, მაგრამ გაცილებით მაღალ პოზიციაზე შეუძლია ქუთაისურ გუნდს დაბრუნდა რაც შეეხება სტუმართა ხარეს აქ ლეგიონერი არ არის ძირითად შემადგენლობაში შეიძლება მატენჯოა სამხრეთ აფრიკელი უკვე მრავალი წლის და დონის ფეხბურთელი ხალხს მასე შემდეგ სელექცია სამხედრო სტაფი მენეჯმენტი ფინანსური პორტოს სკოლა აქვს გამოვიდა ზოგადად პორტოს შეუერთდა დინამო თბილისს და 2 წელს გაახლავთ და აგზელეს რა. ასკურავა, რომელიც მეორე ტაიმში მოკვეთილი საყრდენია ერთადერთი საყრდენი. რა თამაში ასკურავა. ასი გეგიაზის მიმართულებით სისტრაფაში აქვს ჩერიტა ნომერატესობა საბაგეგია. ჩავიკავა. და მეშვიდე გავთხრა. შეგორის დილა. ამავდროულად გუნდმა მოახერხა სლავომეტრეულის სახელობის სუპერთასის მოპოვება, ასევე ნატო ბუკია დრევენდელს შეხვედრაში ნახევარდაცვის საყრდენ პოზიციაზე თამაშობს. 5 მარცხის სრული თანაფარდობა 22-19 ბურთების ბალანსი 20 გოლა მე-7 ადგილი დღევანდელ მატჩამდე. რას გვაძლევს ეს მონაცემები? წააგეს და ეს უკვე თავისთავად ნიშნავს რომ დიდი ენერგია დახარჯეს და ტორპედოსაც საკმაოდ დიდი ენერგია წაართვა ფაქტია ქართული დერბის მოგებამაც კი ხოლუბიანი ჩაგუნავა ისევ ასკურავა კარგად გაირკვა სიტუაციაში თავად დაარტყა თუ გაიტანდა ძალიან კარგი გადაცემა ბასილაშვილი ასკურავა რა კარგად თამაშობს ამ ეპიზოდში მაგრამ საკუთარ მოედანზე საკუთარ ნახევარზე სადა მაინც გადატანა არა და წინსვლად შეეძლო კონდა დავა ასკურავაზე გადაცემა, კარგი პასია, ასკურავას რომ მოწრობა რა მაგრად ითამაშა პასი. პასი კი არა. შეეძლო თვითონაც ამ ეპიზოდის დასრულება ციფრში, მაგრამ მოუწია რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება. ევია ესე დრიბლინგით განახორციელებს შეტევას ყოველთვის ასრულებს ხში. ყოველთვის შეიძლება არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასრულებს. ასეთ სიტუაციაში აქ კი უშაური ბოლომდე სტილობდა ეთამაშა რუსთაველთა ფორვარდი. მოკლედ, ასე უბილავა კესი კარგად დატრიალდა განელი, დაუსხტა 11 ოკეს, მერე ასკურავა მოტი. ეს ერთადერთი გოლი ოფიციალურად თამას ცეცხლაძის ანგარიშგან დარტყმას, თუმცა იმ მომენტში არ დაარტყა, აქ ის სხვაგვარად მოიქცა. გუნდების შემადგენლობა არ შემიხსენებია და სწრაფად გავაკეთებ ამას. შეიშვილი და ქართულ საჭთა ბრიგადა საჯობს ამ დაპირისპირებას
პოზიტივში უნდა შეუტანოთ ამ გუნდს, თამამად მოქმედებენ. შვენიერია ასკურავა ამ ეპიზოდში. გაჩვენებს რაც გარკვეულწილად უნდა ვთქვათ რომ კარგი ტენდენციაა და ესე იოლ გამარჯვებას რომ ვერავინ ვერ აღწევს და ვერც მიაღწევს სავარაუდოდ და განსაკუთრებით ზაფხულს ველით ბევრი კრიტიკის ფონზე, ბევრი წარუმატებლობის ფონზე უკვე ეს ზაფხული უნდა იყოს პოზიციაზე გვაქვს 10 გოლი არ იბერიას ანგარიშზე, ხოლო 11 თბილისის სპაერის ანგარიშზე არის ამ ტექსტს გახავთ, რომელიც პენალტებს ასრულებს ესე დამაჯერებლად შედეგიანად გაუტანა ქუთაისის ტორპედოს 15-მეტრიანიდან გაუტანა დინამო თბილისს მართულებით. კეჭზე თამაშობდა 1-1-ზე, ასკურავა რაჭკვიანურად და კარგად თამაშობს. რავ შერგელაშვილი ბურთით. ასკურავა, აქაც კარგი იყო. ნინუა, კარგი დატოვება ქუსლით, გვასალია, შეცდომა, ასკურავა ნახოთ რას მოიფიქრებს. პასი გააკეთა გოლუბიანი. დარტყმა გარის მიმართულებით არა. ხელმწიფე საფნენი ნაცუდის სტილის ნეილაძეც წვერიან ნეილანაირი რესურსი შეტევითი რესურსი ნამემამულის მსგავსად ისიც თუ მოახერხებს სადებიუტო მატჩში გოლის გატანას აქ ასკურავა ყოჩა რა მაგრად მუშაობს ორნიკე ასკურავა აქ ანდრიჩი შანსი არა რამდენიმე ლურჯმაისურიანი თამაშის გარემოცვაში იყო კომუნი და ვერ მოახერხა დარტყმის აღწევება ეს არის შუსტარი გადაწყვეტილი მედია ეს იქნება ბოლო შემთხვევა სულ მალე ისე დავიწყოთ და მედია უახლოესი შეძლებული მანე ჩაწოდება საჯარიმოში აქაც გამო თბილისელებს როჩას რამდენიმე წამი ჯერ კიდევ არის ერთზე მეტი ბურთით ან რომ მოიგო ან რომ წააგო იყო ერთადერთი შემთხვევა ნახოთ რა იქნება დღეს ეს სტატისტიკა რამდენად შეიცვლება ასკურავა მარცხნივ პასი ასკურავა რუსთავი უბილავა კესი კარგად დატრიალდა განელი დაუსხა 11 ოკეს მერე ასკურავა შეტევა ისე არ განვითარდა როგორც საჭირო იყო და თქვი კიდევაც რომ ალბათ და ველოდი კიდევაც სიხარულიძესგან დარტყმას თუმცა იმ მომენტში არ დაარტყა აქ სხვაგვარად მოიქცა გუნდების შემადგენლობა არ შემიხსენებია და სწრაფად გავაკეთებ ამათ ამასობაში ჩვენ შეხვედრის 1-0 შეგახსენებთ გიორგი ბუნტურის გოლით იგებს სპაერი დაპირისპირებას ძალიან კარგად მუშაობს ასკურავა ყოჩა აქ სპაერის საყდენს გავიგებ რამდენი დაემატება დღევანდელ შეხვედრას ასკურავა რა კარგი აქ ბურთის არქმევის მომენტში ეს ყვითელი ბარანტია გამიზნული გამლება და არაბიძე მაგრამ რა კარგია ასკურავა ამ ეპიზოდში ყოჩა ზუსტად მიუხედავად ამ ბურთზე თამაშდა ასკურავა აქ ზუსტად თამაშობს და სამი გოლია მოხდა დინამოს კარში და პირველ პოზიციაზეა თბილისური გუნდი 10 გოლი არ იბერიას ანგარიშზე ხოლო 11 თბილისის სპაერის ანგარიშზე ასკურავა დახია გორგანის სპაერის შემთხვევაში იგივე რუსთავის ეს კარგი ეპიზოდია და ახლა 4 მინუტია სპაერის ფეხბურთელები აქ მოწყობილი უპირატესობა პასია საჭიროებს პასი გაკეთდა დარტყმა შეიძლება დარტყმა და 0-2 26 მაისის სახელობის სტადიონზე ხოლო სამგურალი ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში მართავს მატჩს ასევე წყალდუბაშა კარგი შეტევა ჩაგურავა საკმაოდ სივრცე მიიღო დარტყმა გარის მიმართულებით და კარგი ათამაშება ასკურავა დარტყმა გარის მიმართულებით და ორ ბურთიანია უკვე სპაერის უპირატესობა